აბრეშუმის ფარანი ამბავია მარადილ სიყვარულზე, რომელიც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გააცოცხლეს რეჟისორმა დავით პაპავამ და დასის მსახიობებმა. პრემიერა იაპონური კულტურის გამოფენის ფონზე შედგა. მაყურებელმა კი იაპონური ტრადიციული თეატრის კაბუკის ელემენტებით დადგმული სპექტაკლი იხილა. როგორც წესი, კაბუკის თეატრში მხოლოდ მამაკაცები თამაშობენ, თუმცა ქართველი რეჟისორის გადაწყვეტილებით ამჯერად ყველა როლი ქალებმა მოიგეს. პროექტი ქალაქ თბილისის მერიისა და თეატრალურ ჯგუფ ჯეოლაბის ხელშეწყობით განხორციელდა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ძალიან სერიოზულად მოიკიდო კაბუკის, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ სამ თვეში გააკეთო ნაღდი კაბუკი. მოგეხსენებათ, ბავშვობიდან ზდიან პრაქტიკულად მსახიობებს, წლობით ამზადებენ, რომ შედგეს ნამდვილი კაბუკის წარმოდგენა. ჩვენ, ასე ვთქვათ, ქართულად მივდექით, ცოტა იუმორით, ცოტა ჩვენი, ასე ვთქვათ, სკოლით თეატრალური რაც სოდნა ქონდა იაპონური კულტურის ან კაბუკის თეატრის შევისწავლეთ და ვეცადეთ გაგვეცოცხლებია ის რაც თავარია სულისკვეთება ის გზნობათა ბუნება იაპონური თეატრის. პრემიერას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა და კულტურის ატაშე რიოსეი სიგინაკა ესწრებოდნენ. ვართ შთაბეჭდილებების ქვეშ და ძალიან ამაყები, იმიტომ რომ მართლა საოცარი სპექტაკლი იყო, ყველას გირჩევთ გულით და იცით, ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ეს არის პირველივე წამებიდან შედიხარ ამ სამყაროში, ცხოვრობ იმ ისტორიაში და გამოდიხარ და ნამდვილად ვულოცავ ჩვენს თეატრს, რეჟისორს და ყველას. მოხარული ვარ, რომ სოხუმის დრამატულმა თეატრმა ეს სპექტაკლი აირჩია. კაბუკი არის იაპონიის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული თეატრი და აქ ხშირადაა საკურას თემაც. ამიტომ იაპონიის საელჩომ მოიტანა საკურას ფოტოები, რათა დამთვალიერებელმა აღიქვას ამ ორი თემის ურთიერთკავშირი და გაიღრმავოს ცოდნა იაპონიის შესახებ. სპექტაკლში ახალგაზრდა მსახიობების მილენა აჟიბასა და ნინო პაპავას დებიუტით შედგა. მსახიობები აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტის გოგონები აფხაზეთიდან ბლოგერები არიან. ძალიან ვღელავდით, მაგრამ როდესაც სცენაზე გავედით, ხელვა აზარტში გადაიზარდა და ჩვენ ვითამაშეთ. თავიდან მართლაც ნერვიულობდით, რადგან პირველად ვიყავით სცენაზე თბილისში, თან ახალ კოლექტივთან ერთად, მაგრამ როდესაც გამოდიხარ სცენაზე, ყველაფერი გავიწყდება და იწყებ თამაში. ჩემი აზრით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. აბრეშუმის ფარანმა მაყურებლის მაღალი შეფასება და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.